ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 15. ერთრაი ცილინდრულ ჭურჭლებში ასხია წყალი, მათში ჩაუშვეს ძაბზე დაკიდებული ტოლი მოცულობის m და 2m მასის სხეულებიო, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული, ნახატზე. სხეულები წყლით დაიფარა, მაგრამ ფსკერს არ შეხებია. წყალი ჭურჭლებიდან არ გადმოღვრილა, რომელ ჭურჭელს უფრო მეტად გაიზარდა ფსკერზე წნევა და ფსკერზე დაწოლის ძალაო, გვეკითხებიან. კარგით, მოდით ახლა ამ სურათს გავადიდებ. მოდით კიდევ ორი შემთხვევის განხილვა მოგვიწევს, ამიტომ მეორე სურათიც მივახატოთ გვერდზე. მოდი ახლა განვიხილოთ შემთხვევა. პირველი შემთხვევა განვიხილოთ. ჩაშვებამდე რა სიტუაცია გვაქვს, ხო? ჩაშვებამდე. ახლა ჩაშვებამდე, რადგანაც ჭურჭლები ერთნაირი არის, შესაბამისად, ამაზე იმოქმედებს ჩაშვებამდე სიმძიმის ცენტრს თუ ავიღებთ აქ, წყლის სიმძიმის ცენტრს თუ ავიღებთ აქ, ამაზე იმოქმედებს n წყალი ჟ სიმძიმის ძალა, ასე. ანალოგიური სიტუაცია გვექნება აქაც. მეორე შემთხვევაშიც, აქაც n წყალი ჟ სიმძიმის ძალა მოქმედებს. და ახლა ჩავუშვათ, მოდით, აი ჩავუშვით. ეს იყოს 2m მასის სხეული ჩავუშვით და მეორე შემთხვევაში 2m მასის სხეული ჩავუშვით. ახლა ამაზე თავის მხრივ მოქმედებთ ახლა ამ შემთხვევაში, მოდი ცოტა აქეთ დავუხატავ, იმიტომ ადგილი აღარ მაქვს. m წყალი ჟ სიმძიმის ძალა ამ წყალზეც მოქმედებს. ცრავად რაღაცა ჩემი კალამი ვერ წევს თულად კარგად. ამაზეც ანალოგიურად m წყალი ჟ სიმძიმის ძალა იმოქმედებს. და ჩაშვების შემდეგ ჩვენ გვითხრეს, რომ ეს m მასის და 2m მასის სხეულები ძირამდე არ ჩასულაო, მაგრამ წყლით დაიფარავ. შესაბამისად, ამ m მასის სხეულზე იმოქმედებდა m არქიმედე ამოგვდები ძალა, ხო? f არქიმედე უგაცრავად, f არქიმედე ამოგვდები ძალა. ამაზეც იმოქმედებდა f არქიმედეს ძალა, ეს არის f არქიმედე პირველი, f არქიმედე მეორე. ეხლა f არქიმედე პირველი და f არქიმედე მეორე. ტოლი არის და რატომ? მოდით დავწეროთ f არქიმედე პირველი ტოლი არის f არქიმედე მეორეს, რადგანაც ეს ტოლი არის რho წყლის სიმკვრივე, განავლებული ჟ-ზე და თითოეულ შემთხვევაში სხეულის მოცულობაზე. მაგრამ თითოეულ შემთხვევაში სხეულის მოცულობა ერთმანეთის ტოლი იყო. ამიტომ ორივე შემთხვევაში რho წყალი ჟ-ვ ჩაძირული ნაწილის ამგვდები არქიმედეს ძალა მოქმედებს ორივე შემთხვევაში. ამასთან თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მესამე კანონს, რა ძალითაც მოქმედებს ეს f არქიმედე პირველი და f არქიმედე მეორე ამ წყალზე, წყალიც იგივეთი პასუხობს, შესაბამისად დაწოლის ძალა ორივე შემთხვევაში თანაბრად განაწილდებოდა, ხო? ანუ თანაბრად გაიზრდებოდა, ანუ ამას კიდე დაემატებოდა ამ წყალს დაწოლის ძალა f' დავარქვათ f'(a), ეს მას კიდე დაემატებოდა f'(a). კი ბატონო, ამასთან ეხლა დაწოლის ძალები კი ბატონო გაიზარდა და კიდე მივაქციოთ იმ ფაქტს ყურადღება, რომ ჩვენ თუ გავითვალისწინებთ პასკალის კანონს. პასკალის კანონი რას გვეუბნება ჩვენ? პასკალის კანონი გვეუბნება, რომ თუ ჩვენ განვიხილავთ რაიმე სხეულს, რომელსაც ვძირავთ წყალში, ამ სხეულის მიერ ნაწარმოები წნევა თანაბრად, იმ შემთხვევაში თუ არ არის ბოლომდე ჩაძირული, თანაბრად ნაწილდება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, დაწოლის ძალები ფსკერზე თანაბრად იზრდება. რამდენით იზრდება? f' არქიმედეს ძალით იზრდება. შესაბამისად, წნევას და ძალას ორივე ჭურჭელში ერთნაირად გაიზრდება, რომელიც შეესაბამება a პასუხს.